უკვე ერთი წელიაში და ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სხვადასხვა სპეციალობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 4 პირი მუშაობს. 4-ვე ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით დასაქმდა. გადამზადების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში მათ ჯერ სპეციალური კომპიუტერული კურსები ჩაუტარეს. შემდეგ კი საჯარო სამსახურში დაასაქმეს. ჩვენ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ მუნიციპალიტეტში, რათა გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყოს ამ ადამიანებისთვის და რამოდენიმე ადამიანი დავასაქმეთ, რომელიც ჩვენ სხვადასხვა სამსახურებში არიან დასაქმებულები და მუშაობენ ყოველდღიურად. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული შრომის მოყარეობით და ენთუზიაზმით გამოირჩევიან თავზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის და ჩვენ ვამაყობთ ამ ხალხით. ჩვენ ყველანაირად მივესალმებით, ყველანაირად ხელს უწყობთ მათ მუშაობას და შემდგომშიც ყველანაირად წავახალისებთ. ზვიად ზვიადაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში დასაქმდა. მიუხედავად იმისა, რომ ეტლით გადაადგილდება სამსახურში ყოველდღიურად დადის და ჩვეულებრივ რეჟიმში 10-დან 6 საათამდე მუშაობს. ეს ის ადგილია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი თავადაც ეხმარება. აი ასე დილის 10 საათზე ვხადდები სამსახურში. შემოვალეობაში შედის არსებული პროგრამის გორის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულ პროგრამაზეა ლაპარაკი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას ჯანდაცვის სფეროში, ასევე არის სტუდენტების დახმარება, არის ვეტერანთა დახმარება და სხვადასხვა პუნქტები შეტანილი. მიწევს ამ მოქალაქეების დაკვალიანება, მათი დოკუმენტების შემოწმება, განცხადებების მიღება. ფაქტიურად ჩვენი მეგობრები, ვინც ასევე იზიარებენ ჩვენ ბედს, მათთვის ყველასთვის უკვე ცნობილია ეს წარმატებული პროექტი და ყველანი მოლოდინის რეჟიმში არიან, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა იგივე გადაწყვეტილებები მიიღონ თავიანთ ორგანიზაციებში და მისცენ საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომ მათაც გამოვალდნენ თავი ამ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემთვის პირადად და ასევე ჩემი მეგობრებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის ენითაუწერელი პრივილეგია, როცა გარანტირებულად გეკუთვნის თუნდაც ის წლიური შებულება, თუნდაც გარანტირებული თვის ბოლოს ხელფასი. გორის მუნიციპალიტეტის კანცელარიაში მუშაობა გელა ნადიბაიძემაც 1 წლის წინ დაიწყო. 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. 14 წლის წინ კი ავტოავარიაში მოყვა და მას შემდეგ ეტლს არის მიჯაჭვული. თუმცა საზოგადოებაში ინტეგრაცია და ადაპტირება არ გასჭირვებია. აქ ისეთი ატმოსფერო დაგხვდა ჩვენ, რომ ვერც ვიგრძენით დავუშვათ ჩვენ აი უხერხულობა რაღაც სულ ყველაფერი მოგეხსნა, ეს კომპლექსი თუ ქონდა, ძალიან თბილი გარემო ყველას მხრიდან და რა ვიცი, რა თქმა უნდა, აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ფინანსურადაც ჩვეულებრივად თანამშრომლები, როგორც სხვები იღებენ ხელფასს, ისე ჩვენ ვიღებთ და რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია ჩვენთვის. მარინა სამადაშვილი კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. ამბობს, რომ ცხოვრებაში მრავალი სირთულე შეხვედრია, თუმცა რწმენა არასდროს დაუკარგავს და ცხოვრებას იმედიანად უყურებს. უზრუნველყოფ მოქალაქეთა მომსახურებას, აი ამ დარგში გადავცემ ინფორმაციას კომპიუტერის დახმარებით. ამის გარდა ისედაც მაქვს უმაღლესი განათლება მაქვს. მაქვს პატარა გამოცდილება, ვიმუშავე 15 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს. ვატრად მუშაობდი და აი ძალიან მინდა ძალიან გახარებული ვარ, აი ვერ წარმოიდგენთ როგორ გითხრათ, ის სიტყვა რაც აქ დამხდა, ის მზრუნველობა რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენს მიმართ გამოიჩინა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის მიზნით აქტიურად მუშაობენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბოლო დროს მათი ინიციატივით მრავალი სიახლე დაინერგა. ნელ-ნელა აღმოიფხვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების წინაშე არსებული სხვადასხვა სახის ბარიერი. გორში შენობებზე პანდუსები გამოჩნდა, რომლებიც ხელს უწყობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შეუფერხებლად გადაადგილებას.